ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი ბატონი ვანოსი, როდესაც დაიწყო ამ პიესაზე ფიქრი და მაშინ ხდებოდა მესამე კურსზე, რომ რაღაც იდეებს გვიყვებოდა ამა თუ იმ სცენაზე რა როგორ წარმოედგინა და მაშინ ჯერ კიდევ ვიყავი აღფრთოვანებული და მჯეროდა რომ ეს სპექტაკლი აუცილებლად გაიმარჯვებდა, მაგრამ ჩემთვის მაშინ წარმოუდგენელი იყო თუ მე ამ გამარჯვების ნაწილი ვიქნებოდი ამ კუთხით, თორე გამარჯვებას ისედაც აუცილებლად გავიზიარებდი. რაც შეეხება ჩემს როლს, რა თქმა უნდა ძალიან რთულია და სარისკო იყო რეჟისორისგანაც, ასევე ჩემთვისაც რისკიანი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ჯერ ცხოვრებისგან არ მაქვს ის გამოცდილება, რაც ჭირდება ყველაფერს, არც პროფესიონალურად და მე მგონი რაღაც გამოგვივიდა. შეწევიდა თქვენი მეუ იქსადა ჩემი ბინძური ხელი გამიწოდება. მინდოდა მეთქვა რომ თქვენი ქმარი მოღალატეა და ამის გამო თქვენ ხიფათი გიახლავთ. ჩემი შვილი სადაა ჩემი შვილი? ხო, ეს ბატონი ვანოს ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციით მოხდა და ძალიან საინტერესოდ მოხდა, მე ვფიქრობ ორიგინალთან შედარებით და მე ძალიან მომწონს ეს გადაწყვეტა. იმდენად ამას რძენია ეს დაწარმოუდგენელი რაღაც ცხოველური, რომ რა თქმა უნდა უფრო ბადებს ყველაფერს, რაც მე ამ ქალს ემართება. მოხდანო ეს ყველაფერი უკვე წაიშალა ამ ქალისთვის, აღარ არსებობს არაფერი გარდა ერთისა, რომ თვითონაც დაასრულოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა რა სახით სიცოცხლე. მესოდიორია რა აბსოლუტურად ერთანხმები, იმიტომ რომ ჩემი მაკბეტია და მე ვთამაშობ ამას და ლოგიკურად გარეთ თვალიდან დანახული თუნდაც ის სცენა ზადით აქედან და თქვენი შვილებიც თან ჩაიყვანენ და ორ ჩანთას აძლევს ქალს. რა ის ადამიანი ლოგიკურად რა დაფიქრდე, მაგრამ თქვა აქ ჩვენ ვარიანტში ეს აქაც შეიძლება თვითონ მაკბეტმა თავი გაამართლოს, რადგან ამ ყველაფერს მის მან მეუღლე შვილი შეწირა ამ ფორმატში ჩვენთან რაც არის გაკეთებული, ის როცა ბავშვების ფეხსაც მემოს. ამ გამართლება ყველაფერი შეიძლება, ხო? როგორც ბევრჯერ არის ნაცვლი სპექტაკლში, ბოროტებაშიც არის სიკეთე და სიკეთეშიც ჩანს ბოლო. ფორმა ვიცით რაც იყო სპექტაკლის ძალიან დავეთანხმებ და საინტერესო იყო. ხო, მარტივად რო თქვა, ცოტა ჟანრობრივადაც ძალიან დამიწებული იყო მაკბეტში, ქსულები დაფრინავენ იქ რაღაცა, ეს ძალიან რეალურია და მარტივად რო შევხედოთ ძალიან რეალურადაც შეიძლება ეს აიკითხოს. დრო იცვლება, მეფეები იცვლებიან, მაგრამ რატომღაც ის მეფე არის პირველი ვინც იყო, რაღაც მე საქართველოში ძალიან გძნობ ამას.
რაც ამ პიესაში ესე გაკეთდა. მეფე რომელიც პირველი მსხვერპლი არის ამ პიესაში ფილმში სიცხარი. რაც იყო და რამე ძალიან დამაინტერესა. თვითონ ფორმა რაც იყო გაკეთებული ეს იყო რომ ეს იყო თქვათ ის რიგით რაღაც ახალი ფორმა იყო ძალიან ბევრი ეძებეთ რომ რაღაცას ან რამეს არ მსგავსებოდა. მიუხედავად იმისა რომ მე მაგალითად არც ერთ სპექტაკლი არ ნახე, იმიტომ რომ გინდა არ გინდა როდესაც ნახავ მე იმის გავლენის ქვეშ ხარ. არ ვიცი, აი მესამეჯერ ვითამაშებ დღეს და დღეს ჩამოვიდა ის ადამიანები ვისი აზრიც მაინტერესებს ყველაზე მაგრა და ჯერ არ შევხედულოთ ეხაც გარეთ მელოდება და ერთი სული მაქვს გავიგო აზრი. თვითონ მაყურებლის რეაქციიდან მე მგონია რომ რაღაცა შედგა და ყველაფერს თავი გავანებოთ სამი მოქმედებაა და არ მიდის ხალხი დარბაზიდან და რაღაცა ეტყობა რაღაცა გამოვიდა ესე იგი. Angelia, very chips get on me over, very shake. Mi masega, mi cancel, Ariel. Salvista, no genero. Generarse. Me publiquei iniciar no céu. ქართულ საფუძვლებში ითქვა ხოლმე ქმარი თავიაო, ცოლი კისერიო. საითად გაატრიალებს იქით იყურებაო. გამიგია ეს. რაც თქვა ამ პიეს ამ ფორმაში სპექტაკლის არის, ესეც შეიძლება წაიგეთ. ესე იმას ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ კაცისთვის მამოძრავებელი წერტილი და ძალა არის ქალი. ანუ საპირისპირო სქესი, ეს არ არის მარტო ძალაუფლებაზე, თქვენ არ ვიცი აი რამდენად ჩანდა სპექტაკლში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სიყვარულის გამო მოხდა, ეს ნდობის გამო მოხდა, რომ მას უნდა ქავს უნდა ხედავდა მის ქმარში ამ პოტენციას, იქიდან ხედავდა ვინც მემკვიდრეები იყვნენ, რომ როგორ შეიძლება ის ქვეყანა ჩაბარდეს მათ და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მისი მეუღლე, რომელსაც მართლა ჰქონდა ყველანაირი პოტენცია, გამხდარიყო. მე თანასმოს. მე მაინც ვამბობ რა, რომ რასაც არ უნდა იმსახურებდე, ყველაფერს აქ თავისი დრო თვითონ უნდა მომწიფდეს ბუნებაში და როგორც კი შენ ხელოვნურად ერევი არ არსებობს რომ ის შეგერგოს, არ არსებობს რომ ის მთლიანობაში მოვიდეს. ამიტომ თავისთავად შექსპირის ავტორი არის რომ ეს რაღაცა კი შეიძლება ძალიან ყოფით ურთიერთობაშია, მაგრამ ის იმ ხელაზე განაზოგადებს ამ ურთიერთობას, რომ თავისთავად მათ უნდა ამ ყველაფერზე პასუხი გაეცათ. ლედი მაკბეტი მიმაჩნია ყველაზე ტრაგიკულ გმირად, იმიტომ რომ მან ვერ გაუძლო ამ ხელატვირს და თავი მოიკლა. მაკბეტი ნახეთ როგორ უძლებს მაინც, მანამდე არ მოკლეს, მაგრამ პრინციპში იმანაც დაარწმენა რა აქ მთავარი. მაგრამ ყველაზე მეტად პიესას აი რომ ვაკეთებდი სპექტაკლს, მე ვწოდებოდი ლედი მაკბეტი. იმიტომ რომ ყველაფერი დაემართა, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს. თავისი შეცდომებზე რა თქმა უნდა, მაგრამ ხო დაემართა. და მაკბეტი მაინც ბოლომდე იბრძოდა, ასე ვთქვათ რა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ სამყაროში რაც კი ხდება 99% 100 თუ არა ქალზე დგას ყველაფერი. შეგვიძლია
უსწავლე თქვა ერთმა ამინ მეორემ გასა პასუხი თითქოს ჩემს ყველის ხელებს ხედავდი მე უსუქდებდი და მინდოდა რომ როდის ბოლოს ამინ მეც მეთქვა მე სხვებზე მეტად მჭირდებოდა უფლის ხალხა და სიტყვა ამინ სადაც მინებ რაც მოხდა ვინ ამაზე ნუ ვიფიქრებ თორემ ვიდან შევშვის ამაზე ეს არის ქალი რომელმაც არ იცის არაფერში ზღვარი და ამოვედით ერთადერთი მიზეზისგან ეს იყო არანორმალური სიყვარული რომლის გამოც აი ფანატიზმი რომელიც ყველაფერს აფუჭებს და აბსოლუტურად ყველაფერს ანგრევს თუ რაიმე არის ადამიანების ირგვლივ ზუსტად ეს ფანატიზმით შეპყრობილი ქალი იყო რომელსაც ესე უყვარდა მისი ქმარი მე საჭირო ჩავხვალეს ყველაფერი შენთვის მეცნობი სიკეთით სავსე არის შენი ბუნება მაგრამ მე შენია მე ამ სიკეთის მაით უგზას მაგრამ თქვენ აუცილებლად გადადგამდა ამ ნაბიჯს იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ვიღაცის ჩაწოთებულით გაკეთებული შენ შეიძლება რაღაცას ფიქრობ მაგრამ ამას ხმამაღლა ვიღაცა რომ გაგიჟღერებს უფრო რწმენას გიმყარებს და რაღაცა გარწმუნებს იმაში რომ შენ მართალი ხარ და ეს სწორი გადაწყვეტილება ალბათ ამისგან გამომდინარე იყო ეს იმიტომ რომ ეს რო არ ეფიქრა ეს რო არ დაეშვა არ მგონია რომ მხოლოდ ჭინკების გამო მომხდარიყო ეს მათი ნათქვამით უბრალოდ მათ გაუმყარეს მისი აზრი და დაარწმუნეს იმაში რომ ის აბსოლუტურ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა იცით რა არის რთულია ყველაფერი მარტო მზიდო და მარტო მაკეთო არასდროს არ უნდა აიღო იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე შეგიძლია იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღო მეტი იტვირთა და რა თქმა უნდა მე რაცა უნდა დავიცვა არ დავიცვა ფაქტია რომ ძალიან ცუდი გზით ბოროტება აკეთა ბევრი ძალიან შეიძლება სხვისი მიითვისო ის რაც არ გეკუთვნის თუ გეკუთვნის მოვა სადღაც ერწავა და იცით თან მეცოდება ძალიან იცით აბსოლუტურად ყველამ გაწირა და მარტო დარჩა მიუხედავად იმისა რომ ერთი გუნდი იყო ერთი აზრი ჰქონდათ უბრალოდ ითავა იმიტომ რომ იმ წუთში სხვა არავინ მოიძებნა ხო ეს რო აიღო საკუთარ თავზე გაწირას და მარტო დარჩა ესე ვფიქრობ ვამართლე ყველაფრის მერე უკვე როდესაც მან აიღო ის ტვირთი რისთვისაც ჯერ მზად არ იყო ვერ გადახარშა ვერ მიიღო ისე დიდი დოზით ეს ხო აუცილებლად ადამიანმა ნეონელა ალბათ რაღაცნაირად უნდა აიღო და აითვისო არ იყო მზად ამისთვის შეცდი Pichkar.
მე ასემილია თქვა ვანოს აი როგორი მომზადებული მოვიდა, იცით? პირველივე დღიდან აბსოლუტურად 13 კაცი უსიტყვოდ დავეთანხმეთ. კამათობდით, მაგრამ ეს იყო მხოლოდ კამათი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველას ჩვენი მოგვეტანა, ჩვენი დაგვედო, იმიტომ რომ ძალიან არაორგანულია, როცა ერთი ადამიანის ჭკუაზე დადის 13 კაცი. ეს აბსოლუტურად იმდენად მივიღეთ, იმდენად გავისისხლხორცეთ, რომ აი ნამდვილად ბედნიერება იყო ჩემთვის ამ სპექტაკლზე მუშაობა, ბედნიერება იყო ვანოს გაცნობა, როგორც რეჟისორის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენ გვერდით იყო. ძალიან კარგი პარტნიორები, განსაკუთრებით ლედი მაკბეტი. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ურთიერთობა მაინც მასთან მაქვს, ხო, სახში, სადაც ვაწყობთ. თეატრია, სადაც მითამაშია, ოღონდ გასტროლზე მითამაშია, გასვლით უსტავილის თეატრიდან რომ ჩამოსულ. აქ ვითამაშე პირველად და რაღაცა ძალიან მესიამოვნა ეს, ბევრჯერ თქვი თვითონ თეატრში, რომ ძალიან კარგად დამხვდნენ. ვერ ვიგძენი ის, რომ ან შენ ჩვენი თეატრის მსახიობი არ ახარ და შენ აქ რა გინდა, ეს ვერ ვიგძენი, რაღაცა ძალიან თბილად დამხვდნენ, არა, პირიქით. მადლობა დიდი ამ თეატრს, ქუთაისის თეატრს. ძალიან ჯერ ვიზუალურადაც და რაღაცა გემო ძალიან კარგი აქ რაში. მე მუშაობ თავისუფალ თეატრში და ანუ მაინც ეს სამი სპექტაკლი რომელიც წინა გაკეთებული მაქვს თავისუფალ თეატრში გაკეთებული იქ ვარ დამდგმელ რეჟისორად ბატონ ავთოვარსიმაშვილთან და რა თქმა უნდა იყო ძალიან ესეთი რა სარისკო თავისუფალი თეატრი არ არის მასშტაბური სცენა ასე ვთქვათ მაგრამ რაღაცა აეწყო თეატრში გავაკეთე და გავაკეთე იმ ადამიანებთან ვისთან ერთადაც გავაკეთე და პირველ რიგში ვინც მომიწვია მე ამ თეატრში ბატონმა გიორგი სიხარულიძემ არამხელანდობა გამომიცხადა და აი ეს ყველაფერი გააკეთა აბსოლუტურად რომ ეს სპექტაკლი შემდეგ არ იყო და ეს სპექტაკლი ფინანსური თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ საკმაოდ რთული სპექტაკლი ამ ხრივ და მაგრამ თეატრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის ქალბატონმა თამრიკო ლორთქიფანიძემ რომ ეს შემდგარიყო მინდა ყველას სამაგიერო გაზეთი როდებაში არის და სიკეთეშიც ჩანს კიდევ ამბობ რა ეს მარტო არ შეიძლება გააკეთო ეს ყველაფერი თუ რამე გამოდის თეატრში და მე ვფიქრობ თუ ადამიანს სპექტაკლი მოსწონს ის არის სინთეზური და თუ სინთეზთან გვაქვს საქმე ხო რეჟისორის გადაწყვეტილება მარტო ის უბრალოდ რაღაცაზე წერტილს სვავს თორე იქ არის უამრავი ადამიანი რომელიც აი ერთი პატარა რაღაცა აი ჭანჭიკის დადებაც კი იმ თლიანობას თუ არ გაკეთდა ისე დაარღვევს ჩვენ ვცდილობთ რომ ეგეთი სპექტაკლები ვაკეთოთ თუ გამოდის ხო კარგი და თუ ეხა ეგ სამი ჭანჭიკი არ იქნება თუ მაგიდა იდგება თუ არა თუ ის როგორ კედელი გავა თუ არ გავა ესეთი შთაბეჭდილება თუ ხრჩება აი არაფერი არ გავიკეთებ Graças a Deus,